როგორც ყველა ვნახეთ, ჩაიარა 4 ოქტომბერმა. ხელისუფლების ცვლილება არ მოხდა. არც ეგრეთ წოდებული რაღაც მშვიდობიანი რევოლუცია. მოკლედ არაფერი ამის მაგვარი, პირიქით ხელისუფლება კიდევ უფრო გაძლიერდა და როგორც გეუბნებოდით აქამდე, რომ ყველა ჩავარდნილი რევოლუციის მერე იწყება პოლიტიკური რეპრესიები, ანუ ამას მოყვება აუცილებლად სადამშრალო ღონისძიება. იქნება ეს დემოკრატიული სამყარო თუ იქნება ნებისმიერი, ეს არის პოლიტიკის წესი, რეალპოლიტიკის წესი და ხელისუფლების ბუნება თავისთავად. აქაც იგივე განმეორდა და ამ მშვიდობიანი რევოლუციის, რომელიც მე ყველა ვნახეთ ძალადობაში როგორ გადაიზარდა, იმიტომ რომ თავის თავში ბუნებაში არ შეიძლება რევოლუცია რაღაცნაირად მშვიდობიანი იყოს, როდესაც პოლიტიკაზე მსჯელობთ, ხო? მშვიდობიანი რევოლუცია, შეიძლება ვისაუბროთ რაღაც ხელოვნებაზე, იდეოლოგიაზე და ასე შემდეგ. როცა პოლიტიკაზე და ძალაუფლების გადაბარებაზე ვლაპარაკობთ, იქ მშვიდობიანი რევოლუცია როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ზის ხელისუფალი და უი ბიჭებო, როგორ შეწუხებულ ხართ ამდენი რომ გამოходით და თმობს ხელისუფლებას, მით უმეტეს, როდესაც არჩევნები ჩატარებულია, ვიღაცისთვის შეიძლება ეს არალეგიტიმურია, ვიღაცისთვის ლეგიტიმურია. ყველა ასე იგი ნაბიჯის ფონზე აბსოლუტურად გამოიყურებოდა დაპირებები, ბევრი ამაზე საუბრობდა კიდევაც, თუმცა ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების ეს ელიტარული ბაბლი, რომელიც ჩვენს ვიდეოებში ხშირად ვახსენებთ, რომ პროტესტს არიან თავს მოხვეულები და აზიანებენ სამოქალაქო პროტესტს და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, აი ამ ბაბლის მიერ ესე იგი ორგანიზებულმა ღონისძიებამ სრული ფიასკო განიცადა და ფიასკო განიცადა იმ ფონზე, რომ დღეს უკვე ხედავთ, რომ ერთმანეთს აბრალებენ, აბა შენ სად იყავი, მე აქ ვიყავი და ვიღაცები იმასაც აბობენ ჩემს მკვდარ ბაბუას ნუ მიგინებთ და ასე შემდეგ. იმედია იცით ახლა ვიზეც მაქვს საუბარი, მოკლედ ერთმანეთის გადაბრალება და როგორც ხდება ხოლმე დიდი დემონსტრაციის ფიასკოს შემდეგ დაიწყეს დამნაშავეების ძიება, თუმცა თავისთავად განზრახვა იყო ალბათ უფრო მეტად დანაშაული და როცა ეს განზრახვა გახმაურდა, აი ბევრს რომ აქამდე ამოიღო ხმა, ვიდრე ეხლა რომ ემიჯდებიან ხოლმე ძალადობას, ალბათ უკეთესი იქნებოდა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ აი დაუშვების დონეზე რომ დაუშვათ, რომ რევოლუცია რომ მომხდარიყო, ის ხალხი, ვინც 1 საათის მერე თუ 9 საათის მერე Facebook სტატუსი მიაყოლა და ეთერი რომ ვიცი რა ჩვენ ვემიჯდებით ძალადობას, აი ეს ხალხი ამ აქტიური ბაბლის ელიტა ეგრეთ წოდებული, თუ ეს რევოლუცია განხორციელდებოდა, უეჭველად დამერწმუნდათ იქნებოდნენ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლების სავარძლებზე წამოჯდარები და დაიწყებოდა რაღაც მასიური სცენების გადაღება იმისა თუ როგორ გადმოიბარეს მათ ხელისუფლება. მოკლედ ეს არის პლატფორმა პოლიტიკის ეკო და დღეს ვილაპარაკებთ იმ მიზეზებზე, რის გამოც საერთო ჯამში ეს აქტიური საზოგადოებრივი პროტესტი მივიდა 4 ოქტომბრამდე და მე როგორ რატომ განიცადა ამ ყველაფერმა ფიასკო. ჯერ მოდი დავიწყოთ იქიდან თუ რა იყო ამოსავალი წერტილი და ეს ყველაფერი იწყება, ნუ შეიძლება იქ მაგამდე იყო რაღაცა უკრაინის ამბავი, მე იყო გამჭირვალობის კანონი, თუმცა ნუ ესეთი აქტიურ ფაზაში შევიდა პროტესტი არჩევნების შემდეგ და არჩევნების შემდეგ ჩვენ გახსოვთ როგორ გამოაცხადა ოპოზიციამ თავიანთ ტელევიზიებში ეს ჩატარებული ეგზიტ პოლები, ჯერ როდის იყო ოპოზიციურ ტელევიზიაში ჩატარებული ეგზიტ პოლი ზუსტი ეს არც არავინ არ იცის. მოკლედ ესე იგი ფორმულაში თავარის პირველის რაღაც ეგზიტ პოლები გამოქვეყნდა და ამ ეგზიტ პოლების შედეგების მიხედვით ოპოზიციამ გამოაცხადა თავი გამარჯვებულად და თქვენ გახსოვთ როგორ ჩაატარეს ბრიფინგი. ჯერ ესეც ესე იგი ნიშანდობლივი ფაქტია, წარმოიდგინეთ ამ ოპოზიციაში არიან ისეთი პიროვნებები, როგორიც არიან უბრალოდ გვარამია, მელია და ასე შემდეგ, ანუ ის აქტიური პერსონები, რომლებსაც რაღაცნაირად მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ვითომ ცალკე იყო და ასე შემდეგ. და ამ დროს ბრიფინგს ატარებს ზურა ჯაფარიძე და ზურა ჯაფარიძეს რაღაცა ხელოვნური ღიმილით იძახის, რომ გაიმარჯვა. ნუ twins ახლა ადევნებთ ამ ჩვენ პოლიტიკოსებს თვალს და მათ ბუნებას ასე თუ ისე იცნობთ. ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ამათ მართლა ეგრო ცოდონდათ რომ გაიმარჯვეს არჩევნებში, ემე ერთი ღიმილით შემოიფარგლებოდა ჯაფარა და ამით დაამთავრებდნენ თავიანთ ზეიმს გამარჯვების. გადავსებული იქნებოდა თბილისის ქუჩები, მეგობრებო და მთელი საქართველოში იქნებოდნენ რაღაცა დროშები და ამათ იქნებოდა ჯრიამული ძალაუფლების გადმობარება, რომ მართლა ყოფილიყო გაფორმებული ფურცელზე. ხო, ნუ ეს ასე მნიშვნელოვანი მომენტი და მე გამოვიდა პრეზიდენტი და ყოველგვარი მათ შორის უკვე რომ არც საბუთი არ იყო, არც მოკლება არ იყო ჩატარებული, ესე უაპელაციო თქვა, რომ არჩევნები გაყავდა და დაიწყეს მოგროვება
მოკლედ საპროტესტო მუხტისა. მიუხედავად ამისა, რომ პროცესი მაინც ესეთი მასშტაბურად აღარ გამოიყურებოდა, ამას მოყვა უკვე ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ ისინი 2030 წლამდე არ აპირებდნენ ევროკავშირთან მოლაპარაკების გაგრძელებას და გააგრძელებდნენ ისინი მუშაობას თავის ესე იგი ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, როგორიცაა თუნდაც თავისუფალი სავაჭრო ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან და ასე შემდეგ, ანუ ყველა ის ვალდებულება, რამაც უნდა მოამზადოს სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები ევროკავშირთან ინტეგრაციისათვის. მოკლედ როგორც იყო და ამას მერე ასე იგი მოყვა პროტესტი. თავიდან იყო რომ პროტესტის ორგანიზატორები არ ყავდათ, ასე იგი პოლიტიკოსების ენაზე არ ადიოდნენ, თუმცა ნელ-ნელა გამოჩნდნენ ისეთი პირები, რომლებიც აწვეთებდნენ ისეთ მესიჯებს, რაც ამ პროტესტის განვითარებას და განზოგადებას ზღუდავდა. და ესეთი მესიჯები იყო ისეთი ჟინარის აქცენტები, როგორიცაა მაგალითად ის, რომ ყველა ვინც მათ აზრს ეწინააღმდეგებოდა იყვნენ პრორუსები, ყველა ვინც ცდილობდა რომ რაღაცნაირ კონსტრუქციულ ჩარჩოს დაექვემდებარებინა პოლიტიკა და იცი რა მოხარჯობია დიალოგზე წავიდეთ, იყვნენ სახელმწიფო ტროლები და ასე შემდეგ. დაიწყო ესე იგი განსხვავებული აზრის მიუღებელობის მასიური განზოგადება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი რა, თუ გახსოვთ, იწერებოდა ხოლმე სტატუსები ძალიან ხშირად იმ ადამიანებისა, ვინც აქტიურად მონაწილეობდნენ ხოლმე ამ დემონსტრაციებში, რომ ეხლა სიჩუმე დანაშაულია, ყველას გიმახსოვრებთ, ვინც საერთოდ ჩუმათა ხართ, თუ ეს სიჩუმე თქვენთვის შესამჩნევი იყო, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვინც ესე აქტიურად პოზიციონირებდა საპროტესტო აქციებში, რაოდენობა არც თუ ისე მაღალი იყო, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მთელი ქვეყანა და მთელი საზოგადოება დაუშვათ ამ პოზიციას იჭერდა, რასაც თქვენ მსჯელობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ სიჩუმე არ შეგაწუხებდათ. მაგრამ რადგანაც ეს სიჩუმე შეგაწუხათ და ამოდით იმას, რომ დღეს ვინც ჩუმადაა ყველა ქოცია, რაღაც ამ ბავში მეტნაკლებად სიმართლეს გავდა. იქნება გამომდინარე, რომ უმრავლესობა ამ საზოგადოებისა დაიჭირა ერთი მხრივ შეიძლება ხმა მიცა ხელისუფლებას, ან მეორე მხრივ დაიჭირა თქვენგან ნეიტრალური პოზიცია. და ამას თავის მიზეზი ქონდა. პირველი ის, რომ თქვენ უარყავით ყველა განსხვავებული მოსაზრება. მეორე ის, რომ დაიწყეთ მასიური დაბულინგება საზოგადოებისა და საჯარო მოხელეებს წარმოედგინეთ, ანუ რამდენი პრობლემა არსებობს ამ ქვეყანაში და მათ შორის თქვენც ამბობთ, რომ ოღონდ მეორე პლანზე გაქვთ, იმიტომ რომ პირველი პრობლემა არის რაღაცა ის რუსეთი და პრორუსობა და ასე შემდეგ. რამდენი პრობლემა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია სოციალური საკითხები. და წარმოედგინეთ ადამიანმა, რომელმაც რაღაცნაირად მოახერხა ის, რომ დასაქმდა, შეაქვს შემოსავალი ოჯახში, ყავს შვილი, მოკლედ მთელი როგორც ხდება ხოლმე საზოგადოებაში, მთელი ეს გამოწვევების წინაშე დგას და ამას ეუბნებით, რომ იცი რა, მოდი შენ ახლა გამოაცხადე ბოიკოტი სამსახურში არ წახვიდე, იმიტომ რომ ქვეყანა უფრო მეტია და ასე შემდეგ და მისთვის ქვეყანა არის ის 13 თვის ბავშვი, რომელიც შეერიელოდება იქ და ასე შემდეგ. ანუ ეს თუ არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ ის ყველა ის მესიჯი, რომელსაც თქვენ მსჯელობთ, რომ რაღაცა იქ უკრაინას რომ 4 რაკეტა არ გაუგზავნეთ, იქ რომ ვიღაცამ დაუშვათ სანქციები არ დაუტესა ეს პრორუსობა, ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი პროპაგანდა იმიზნით გატარებული, რომ მაქსიმალურად მოხდეს საზოგადოების პოლარიზაცია და რაღაცა ჯგუფი ჩამოყალიბდეს, რომელიც აქტიურად დესტრუქციული ქმედებებით მოახდენს ოპონირებას ხელისუფლებასთან. მეორე მხარეა ის, რომ წარმოიდგინეთ ახლა თქვენ რომ მთელი ეს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო მანდატებს და არ იმასქნეს, რა ქვია, არ შევიდნენ პარლამენტში, რომ შესულიყვნენ და დაბრუნებოდა პოლიტიკურ ჩარჩოს, რეალურ მშვიდობიან პოლიტიკას ჩვენი ქვეყანა, რამდენად უფრო მეტად ქმედით უნარიანი იქნებოდა, ვიდრე ოპოზიცია, რომელიც გავიდა ქუჩაში. აი ქუჩაში რო ოპოზიცია გადის პირობით, აი თქვენ წარმოიდგინეთ და ამბობთ იმას, რომ იცი რა, პროტესტი დამთავრდა, ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში აღარ უნდა განვითარდეს და უნდა გავიდეს ქუჩაში. აი ქუჩაში გასული პროტესტის ბრძოლის ინსტრუმენტი რა არის? არის ქუჩა, ხო? არის ყველა ის მეთოდი, რომელიც მშვიდობიან კონსტრუქციულ პოლიტიკურ ჩარჩოს მიღმაა. და როდესაც შენ ესე იწყე პოზიციონირებას, რომ იცი რა, მე უარყოფ თამაშის წესებს და მივდივარ რევოლუცია ქუჩაში გასვლა არის რევოლუციური გზა. თავისთავად აყენე პრეტენზიას იმისა, რომ ვინც მოერევა იმან გაიმარჯოს და აი ძალიან მარტივად რო ვთქვა, როგორ შეიძლება აი ვის წარმოედგინა თავში ის, რომ ხელისუფლებას, რომელიც აკონტროლებს ძალოვანებს, რომელიც აკონტროლებს საფინანსო ინსტიტუტებს, რომელიც აკონტროლებს ყველა სახელმწიფო ინსტრუმენტს, მოუგო შენ ქუჩაში.
შეუძლებელი ეს შეიძლება მოხდეს ნეპალში კი ბატონო, შეიძლება მოხდეს ინდონეზიაში. დიდი პატივისცემის მიუხედავად ეს ქვეყნები და მათი სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად ქვეყნების განვითარების დონე შეიძლება რომ რაღაც სათავჯენები იყოს ქალაქებში, თუმცა საზოგადოების განვითარების დონე ბევრად ნაკლებია და დოვლათი რომელიც დაუშვათ ამ ქვეყნებში იქმნება, ეს ამ დოვლათის განაწილება უფრო მეტად გაცილებით უფრო უსამართლოა ვიდრე ჩვენს საზოგადოებაში და ეხლა ხშირად ხოლმე შეიძლება სტატისტიკები ესე არაფერს არ ამოვდეს, თუმცა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმისა, რომ განსაზღვრო და შეადარო ერთი ქვეყანა მეორეს და ამ ხრივ ნახეთ ნებისმიერი მონაცემი, მათ შორის დასავლური და უმთავრესად რა თქმა უნდა დასავლური კვლევითი ორგანიზაციების და ნახავთ ამ სხვაობას. თუ ეხლა უშუალოდ ესე არ იცნობთ აღმოსავლურ საზოგადოებას. ამის შედარება იყო აბსოლუტურად უაზრო და ნეპალის რევოლუციის მერე დაიწყეს, რომ აი რაღაცა ჯენზი გამოვიდა და ეს ყველაფერი იყო იმიჯური რგოლი ამ რევოლუციისა. არც ჯენზის არ მოხდენია იქ რევოლუცია და ვერც აქ ვერ მოახდინა ჯენზი რევოლუციას, იმიტომ რომ ჯერ აი თუნდაც ამ რევოლუციური გზით წავიდა, ხო? თუ და გაიხსენებთ თქვენ როგორი კონტენტი იქნებოდა ხოლმე სოციალურ მედიაში, თითქოს აი დღეს აი ჩემი აუთფიტი აქციაზე გასვლისას. და ანუ ეს ტიპაჟი, ვინც თავის აუთფიტს აქცევს ყურადღებას და მე რამდენი ნახვა და რიში მოაგროვა, ამან უნდა გადააგდოს გედედეთი და მთელი სახელმწიფო ინსტრუმენტებით შეერაღებული ხელისუფლება, ეს ხო აბსურდია მეგობრებო და ანუ ეს ვისაც ეჯერა, ნუ არ ვიცი შეიძლება თავის სამეგობროში ჰაიპს იჭერდა ამით, ტრენდს იჭერდა, მაგრამ ნუ ზოგადად ხა რეალისტურად რო შეხედო აბსურდი იყო. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რაც ამ აქციების დროს გამოჩნდა რა. კი ვახსენე რომ ამ ადამიანებმა უარყვეს ძალადობრივი მეთოდები და რომ წარმატებით დასრულებული იყო რევოლუცია, ალბათ ვერავინ ვერ შეასწრებდა მეთქი სახელმწიფო კაბინეტებში, თუმცა კიდევ მნიშვნელოვანი რა იყო. ზოდელავა დაიჭირეს, რა ფრაზა თქვა ბოლო მესიჯი, რომ არენდოთო დონორიან ადამიანებსო, რესურსიან ადამიანებსო გვიღალატესო და მერე წამოიღეს, რომ აბა ვინ უღალატა. ეხლა მოდი ამას ცოტა სხვა სიღრმეში ჩავყვეთ რა. და ეხლა რომ ამბობენ რომ მე ჯებირი მორღვეული დამხვდა და თითქოს ყველა როს თვლობს რომ ამ ჯალადობას რაც განხორციელდა თბილისის ქუჩებში რომ გამოეყოს და თითქოს თავის ბრალეულობას ხაზი არ გაუსვას. და თან საუბრობენ რომ თითქოს ვიღაცა მოღალატა და ეს რესურსიანი ადამიანი ამ რესურსში რა შეიძლება ჩაითვალოს ეხლა პიონული ღირსება და ღვაწლი არ ამგორია. აქ იყო საუბარი ალბათ ფულზე, ხო, რაღაცა თანხაზე, რომელიც ჩაიდო რაღაც გარანტიებში და ამ გარანტიები იყო ის მიზეზი იმისა, რომ ამათ ასეთი ამბიციები ჰქონდათ, რომ 4-ში დასრულდებოდა ხელისუფლება და ვიღაცებს ეს ხო ფრაზა, რომელიც თელი ჩემი ესე იგი ცხოვრების მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ვარ, მაინც ახლა ამ პერიოდში ბევრი აქცია მახსოვს, ეს ფრაზა ტრიალებს მუდმივად, რომ დაქოქილი ყავს ვერტფრენი, დაქოქილი ყავს მანქანა, ის გაიქცევა, ანუ ამ პოპულისტური მესიჯებით რომ ამკომნე ხოლმე, ან თვითონ წინასწარ мотиваციას რო იქმნია ხოლმე და განწყობას. აი ხა ეს რესურსიანი ადამიანს რო დაუბრუნდეთ. ამ რესურსიანი ადამიანის მოვალეობა და ვალი რა უნდა ყოფილიყო ამ რევოლუციაში, რომ ჩაედო თანხა, აიღო გარანტიები. და უშუალოდ ახლა მოესყიდა ძალოვანი უწყების რამდენი თანამშრომელი. რამდენი უნდა მოესყიდა, ან რა რესურსი უნდა ქონდა ახლა იმას, რომ ამას არმიას ხო არ მოისყიდავდა ეს ადამიანი, ხო, ბუნებრივია იქ ვიღაცა რამოდენიმე ტიპზე იყო საუბარი. დანარჩენი ფული რაში უნდა ჩადებული იყო ისეთში, რომ რევოლუციას წარმატებას მიეღწია. რაში და იმ დესტრუქციაში რაც ვიხილეთ. უბრალოდ ეს იყო მცირე მაგალითი, აბა ლოგიკურად სხვა ალტერნატივა ამ გეგმაში და აი ამ პროცესებში არ არის, ხო? ეს რესურსი უნდა ჩადებულიყო იმაში, რომ დივერსიული აქტები ყოფილიყო მასობრივი. სხვა აქ ლოგიკაში არ ჯდება. და ხა რო გვესაუბრებიან იმას, რომ იცი რა, არენდოთ რესურსიან ადამიანებს, არენდოთ კი არა, ეგ არის დანაშაული, ეგ არის სახელმწიფოს ღალატი. რომელი დივერსიაზე და რა ხა ვიღაცებმა კი დაწერეს, რომ იცი რა, ჩვენ ვართ საზოგადოებაო, ვისაც ასე იგი ავეჯი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანის სიცოცხლეო და ეხა იმ ავეჯის გადაწვას და შეტაკებებს რომ სადღაც მოყვებოდა კიდევ ცხვერპლი, ესეც ხო ჩვეულებრივად მოსალოდნელია და ეხლა ვითომ გვამონათებენ კიდევ აქეთ დანარჩენ საზოგადოებას. ამ ადამიანებს მინდა უთხრათ, რომ დროა მეგობრებო გამოფხიზდეთ, იმიტომ რომ მთელი ეს პროტესტი, რომელიც მართლა მე მესმის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, ჩემი ახლობელი და მათ შორის თქვენი ყველა ხო ვიცნობთ იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობდნენ ამ პროტესტებში. არიან ჩვენი ახლობლები და იმათაც მართლაც უყვართ ძალიან ბევრ ადამიანს. არა იმ ბაბლს ავარაუდოთ, მაგრამ იმ ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს ჩვენი ქვეყანა და მართლა სურთ რომ იყოს ცვლილება, ხო? მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ იცი რა, აი ამ თელ ამ აქციებში, ასაც აი ეს
ყველა ვინც ოცნება შემოხაზა მოღალატეა, ყველა ვინც ნეიტრალიტეტს იჭერს მოღალატეა, სიჩუმე მოღალატეა, მე არ მინდა დედა, არ მინდა მამა, დავშორდი ადამიანებს, ვინც ხმას არ იღებდნენ, ვინც კოცები იყვნენ და ეს რაღაცნაირად ეს თელი პროტესტი ნელ-ნელა აქციად სამოქალაქო საერთო ჯანყად კი არა, ესე რომ ვთქვა, რაც თქვენ გინდოდათ, არამედ ერთი ბაბლის აქტიურ პროტესტად, იმიტომ რომ მარტივი მესიჯი იყო, ყველა ჩვენს მიღმა ვიცაა, ყველა ჩვენი მტერია და ეხლა არ შეიძლება შენ მესაუბრებოდე ასე იგი მშვიდობიანი ევროპული თუნდაც დასალურ ღირებულებაზე მქონი ქვეყნის მშენებლობაზე და მთელი შენი მესიჯი შინაარსი იყოს ის რომ ვინ ჩემს აზრს არ ეთანხმება ის ჩემი მტერია, ეგ არის ფაშიზმი და თან ისეთი ფაშიზმი რომელიც იქითკენ კი არ მიდიოდა რაღაცა ნაცისტური გერმანიისკენ და კონსერვატიული შეხედულებებისკენ და რაღაცა ემოციური პატრიოტული ზომების განვითარებისკენ, არამედ პირიქით რა აუთფიტი ჩავიცვა აქციაზე, ოღონდ ამას მოყვებოდა ფაშიზმი. ანუ ისეთი ჰიბრიდი შეიქმნა, რაც ალბათ დიდი ხანია პოლიტიკურ მეცნიერებას არ ახსოვს და ამაზე ალბათ ბევრი კარგი კვლევაც უნდა დაიწეროს. ეხლა მთავარი რა არის? რა გამოსავალი შეიძლება გქონდეს ჩვენს საზოგადოებას, რომელიც მართლა განიცდის ფრუსტრაციას იმისა, რომ ერთხელ ვენდე დამაღალატეს, ორჯერ ვენდე დამაღალატეს, სამჯერ ვენდე დამაღალატეს და დღეს ეხა რა გავაკეთოთ, როგორ მოვახდინოთ ორგანიზება. პირველ რიგში ის რომ თქვენ უნდა დაიწყოთ და ჩვენ მათ შორის უნდა დავიწყოთ ერთმანეთის მოსმენა. ერთმანეთის მოსმენა იქნება გამომდინარე, რომ პატივისცემის დადასტურებით გავცვალოთ აზრები და იქნება იმ ხალხსაც, ვინც შეიძლება თავს იკავებდა ამ აქციის მხარდაჭერაზე, ვინც თავი შეიკავა 4 ოქტომბრის გამოსვლაზე, ვინც თავი შეიკავა, რა თქმა უნდა, იმ ძალადობრივი ქმედების განხორციელებაზე, ქონდეთ საერთო ინტერესები, ქვეყნის სიყვარული, რაღაცა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების მომავლის რაღაცა სურვილი და დავიწყო მსჯელობა იმ ინსტრუმენტებზე, რომელიც მიგვიყვას აქამდე. ის რომ პოლიტიკურ პროცესზე უარი ვთქვათ და ბოიკოტები გამოაცხადოთ, არის აბსოლუტურად იგივე გზა, რაც გამოიარა ამ პროტესტმა, დატოვა ქუჩაში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქუჩაში დარჩენილი ბრძოლა, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე და ამ პროცესში ჯერ ესეთი რომ წარმატება რომც მიაღწიოს მოგებული არავინ არ არის, იმიტომ რომ ეს ისედაც იმდენად დესტრუქციულია თავისი შინაარსით, აუცილებლად აზიანებს ქვეყანას და სახელმწიფო ინტერესებს და პლუს ამას კიდე, ამ მოცემულობაში მხარდაჭერა არ აქვს. თუნდაც იმ ხალხმა, ვინც ოპოზიციოდ არის განწყობილი, კარგად დაგანახათ მთელ საზოგადოებას, მათ შორის იმ ბაბლის პოლიტიკურ ელიტას, რომ ისინი მომხრეები არ არიან ამ რევოლუციური ძალადობრივი მეთოდისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნახევარზე მეტი აქციისა ჩაერთვებოდა ამ დაპირისპირებაში. არ უნდა ხალხს ეს. უბრალოდ რაღაცნაირად მიყვებიან ამ თქვენს მესიჯებს სამწუხაროდ, იმიტომ რომ თქვენ ხო მასიურად ცდილობთ რომ განსხვავებული აზრი ჩაახშოთ და მიყვებიან ამ მესიჯებს და აი ამ ესე რომ ვთქვათ რა, უხეშად რა, მოწამლული აზროვნებით აზიანებენ იმ პროცესს, რასაც ქვია სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება და ჯანსაღი ოპონირება. რა თქმა უნდა, ძლიერ საზოგადოებაში არც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს იმას, რომ თავს მოახვიოს მისი აზრი იმდენად, რომ მე საზოგადოება გამოიყენოს ის ინსტრუმენტად და ეს გავაკეთებია ჩვენ ოპოზიციას და მივიღეთ ის, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო გაძლიერდა, აი გრამაფონშია ის აზრი, რომ ხო ხედავთ მეგობრებო, რამდენმა არალეგიტიმურად ცნო ისინი, რა ვიცი. ხედავთ საერთაშორისო შეხვედრებს, ხედავთ ირაკლი კობახიძეს და მაკრონს ერთ პლატფორმაზე, სადაც სახელმწიფოს მეთაურები არიან წარმოდგენილები. ეხლა ვიღაცა 10 იყოს, კაი 30, 40 ევროპარლამენტარი თუ დამიწერს ის, რომელიც დღეს ევროპარლამენტარია და ხვალ აღარ იქნება და თავიანთ ქვეყანაშიც კი არ სარგებლობენ ისინი მაღალი რეპუტაციით. ეს არაძლევს ლეგიტიმაციას ხელისუფლებას და საბოლოო ჯამში აი ეს რაღაცა ქიშპობა დასალურ ინსტიტუტებსა და ჩვენს ხელისუფლებას შორის იმის ფონზე რომ პროტესტი ნელ-ნელა მილივად რეჟიმში გადავა და გადავიდა კიდევაც, ეხლა კიდე ეს უნდა აღიაროთ. საბოლოო ჯამში მაინც მოხდება ის, რომ იქიდან ჩამოვა ესეთი ადამიანი და აქედან დახვდება ესეთი ადამიანი, ვინც ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ, იმიტომ რომ გეოპოლიტიკაა ეს და გეოპოლიტიკური მოცემულობა კარნახობს დასავლეთს და მათ შორის საქართველოს, რომ მათი კავშირი ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მომგებიანი იქნება ორივესთვის, ვიდრე ეს რაღაცა დაპირისპირება.
ძალიან კიდევ ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტია, სადაც ევროპარლამენტარებზე და დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაციის მინიჭებაზე რომ საუბრობთ რა და დღეს სხვათა შორის თორსა ეს ვიდეო იწერება, ბრიფინგი ჩაატარა ხელისუფლების წარმომადგენელმა და დასავლელ ელჩებს მოთხოვა ის რომ დააფიქსინონ რეაქცია და თქვენ კარგად გახსოვთ რომ ჩვენს დასავლელი ელჩები როგორ ჩამოდიოდნენ აქციებზე და პირიქით ხადაჭერას უცხადებდნენ აქციის მონაწილეებს, ხო? რა თქმა უნდა ის რომ ის ბრალეულობა ამ ხალხისა აშკარაა, იქიდან გამომდინარე რომ ქართველები მაინც ემოციური ხალხი ვართ, მით უმეტეს როცა მთელი თაობა გაიზარდა იმაში რომ დიდი აფიქსია დასავლეთი და ყველაფერი კარგი იქიდან უნდა ავიღოთ და როცა აი ხო დღეს მე ხო იცი ჩვენს გვაქვს ხოლმე რომ აი უცხოელი სტუმარი მყავს და მთელი სამეზობლო ცდილობს რომ პატივის წეს ისეა ზუსტად მთელი ქვეყანა ხო ეს უცხოელები რომ ჩამოვიდნენ და ხადაჭერა და გამოუცხადეს სამოქალაქო საზოგადოებას და თან იმ პროტესტს ხალხი კიდევ უფრო აჟიტირდა და ამ აჟიტირებამ საბოლოო ჯამში ჩატოვა ისე ბოიკოტში და ბოიკოტმა მოიტანა 4 ოქტომბერი 4 ოქტომბერმა კიდევ პირიქით აქციის დემორალიზება და იმედების ფრუსტრაცია. ამიტომ მაქსიმალურად ვიმედოვნებ მე რომ გადაიაზრებთ მათ შორის ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა ამ აქციის პროტესტში, რაც სასიხარულოა, ვინც არასნაირად ისეთი მესიჯები გააჟღერა, რომ მეტნაკლებად რეალობას ასახავდა, რომ საქართველოში პოლიტიკური კლასი დაბალია, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროტესტი მუხტი ჩავარდნილი იყო და აი იმედი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად აიმაღლებენ ხმას, იმედი მაქვს, რომ გახსნიან, თვითონ მაინც გაიხსნებიან სადისკუსიოდ. მას შორის ეს პლატფორმა იქნება თუ მათი პლატფორმები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს სახალხოდ ესე აი სოციალური მედიის და სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით დაელაპარაკებიან და სადისკუსიო სივრცე იქნება იმდენად მოქნილი და იმდენად ხელმისაწვდომი ყველასთვის რომ აი ეს დესტრუქციული ელემენტები რომ შენ მოღალატე ხარ და შენ მტერი ხარ ამ ქვეყნის ამისი უარყოფით დავიწყებთ რეალურ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი არის ერთი დიდი ცირკი შეიძლება არასწორი სიტყვა იყოს, თუმცა ერთი დიდი აფიორა იმისა, რომ ვითომ ვიღაცას რაღაცა სრულება უნდა. ვინმე სრულება თუ უნდოდა, მეგობრებო, რაღაცა უაზრო იმაზე სასჯელებით არ შევიდოდნენ ციხეებში და ეხლა ვიღაცით შეიძლება გმირები იყვნენ ეს პიროვნებები, თუმცა რომ დაუკვირდეთ შინაარს, როგორ შეიძლება შენ აორგანიზებდე სახალხო ჯანმრთელს და მე მიდიოდე ვიღაცა პოლიციელს უბრალოს აგინებდა და ჯდებოდა ციხეში. ანუ ეს ხო ეხლა თქვენი აზრით ეხლა ის მიზანი უფრო დიდი არ არის, რომ რაღაცა სამოქალაქო საზოგადოების ამბოხი მოახდინო, ვიდრე კონკრეტულ პოლიციას დაუპირისპირდები თუ არა, ან თუნდაც კომისიაზე მიხვალ თუ არა, ანუ თუ მივიდოდი ლეგიტიმაცია მიეცემოდა. მეტი რა ლეგიტიმაცია გინდა? ძიხარ ციხეში, ეს ხელისუფლებაშია, ხვდებიან საერთაშორისო პარტნიორები, ავა თუ კარგად მაინც ხვდებიან, ჩამოდიან იქიდან არაბები, აქედან ჩინელები, საუბრობენ ინვესტიციაზე, აწერენ ხელს, იღებენ კანონებს. და ეხლა შენ გინდა მე დამარწმუნო იმაში, რომ კომისიაზე იმიტომ არ მიხვედი პირობითად, რომ აი ეს ლეგიტიმაციაზე, ამათ ლეგიტიმაციაზე მივცემდიო და აქვე გვერდზე აორგანიზებ, აქვია პროტესტს და ამ დროს მიდიხარ ციხეში. აი ეხლა შეიძლება ძალიან ისეთი ისტორიული ის არის პარალელი, მაგრამ აი რო არის ხოლმე საუბარი, ხო, იქ ბახტრიოვის აჯაყებაზე, ხო, ეს ბიძინა, შალვა და ელიზბარი მონაწილეობდნენ ირანის სამეფო კარზე იყვნენ მიღებული პირები. უბრალოდ მოამზადეს აჯანყება და მერე თქვენს ვარი და თქვენ მომზადება კი არა ხალხი დარაზმეთ, მერე გახვედით ვიღაცა პოლიციას რაღაცა უთხარი და წახვედით ციხეში. ავით იმედია საზოგადოება გამოიტანს, დასკვნებს. გარდა ამისა კიდე ისინი დამატება მინდა რა. აი ეს NGO-ს წარმომადგენლები ვინც აქტიურად მონაწილეობდნენ ამ პოლიტიკურ პროტესტის მომზადებაში, ხო, თავიდან ხო როგორი აქტიურები იყვნენ. იქ ვიღაცა ტიროდა იმის გამო, რომ საქართველოში ბომბები აცვია და ეს სირცხვიდან მიაჩნდა. იქ ვიღაცა საუბრობდა ქართული, ეხლა დღეს რა, ერთი რამოდენიმე კვირის უკან ჩასული იყო ერთი ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების არასამთავრობო ორგანიზაციას, რატო ქვია სამოქალაქო საზოგადოება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა რა, ესეც თავიდან ბოლომდე პროპაგანდა, როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოება ერქვას ადამიანს, რომლის მთავარ სპიკერს ქვეყანაში არავინ არ იცნობს.
და რომლის რეიტინგი არის 0.3. ანუ ეს არის სამოქალაქო საზოგადოება და დანარჩენი მოსახლეობა არის უბრალოდ ბრბო, ანუ ეს ტერმინების მანიპულირებაც მნიშვნელოვანია და ხო ჩასული იყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მეგობარი აქტის რაღაცა კონსილიუმი იყო, იქ ვილსონი ღმერთად გამოცხადება, მოკლედ ეს პოლიტიკური ცირკი იდგმებოდა და ეს ადამიანები იქ მიდიოდნენ რაღაც თითქოს იმის იმიტაციას ქმნიდნენ, რომ რაღაცა პროქართულ ღირსებას იცავდნენ დასავლეთსა და საქართველოს ურთიერთობის გამარჯვება გადარჩენას სურდათ, თუმცა არც ერთი ეს ადამიანი, რომელიც თავიდან აქტიურობდა ეს NGO-ს წარმომადგენლები, მე რო ტექნიკური მთავრობაში შექმნეს, ანუ NGO-მ შექმნა 0.3%-იანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა ჩამომიყალიბა მე ტექნიკური მთავრობა აქციაზე. და მე ამბობენ რომ არაო ჩვენო სამოქალაქო საზოგადოების ჩარჩოში ოპერირებთო. ეს ხალხი ნელ-ნელა ჩაიწია და საბოლოო ჯამში მაინც იმ ამათმა უფრო მსხვილმა დონორება პოლიტიკურმა პარტიებმა რომლებსაც ზოგი ახლა გვარამიას არ ეძახიან ნაც და გვარამიამ რა პარტიას უნდა გახსნას და ნიკამელიამ და მიშამ და წითლიძემ მათი პოლიტიკური ბექგრაუნდი ეგ არის ნაციონალური მოძრაობა რა თქმა უნდა და ეს ახალის ნაცია და ძველის ნაცია მნიშვნელობა არ აქვს ხო და ბოლოს ეს ამათმა ეს არასამთავრობოების რო ამოილია უკვე მე ესენი დაუბრუნდნენ პოლიტიკურ სცენას და არ დაიღალეთ კაცო ამდენი წელი გავიდა და სხვა ადამიანი ტიპი გაიზარდა ჩვეთვალწინ დაბერდა და კიდევ იგივეს მეუბნება ეთერებდნენ რასაც მეუბნებოდა 20 წლის უკან მე მგონი დროა დაფიქრდეთ და გადაიაზროთ ღირებულებებიც ამა გაანალიზოთ ამათი მოქმედებაც საერთაშორისო პოლიტიკაც, გეოპოლიტიკას თან ყველას თუ გვაინტერესებს ეს პოლიტიკა და ყველას ოჯახში და გაედგა ხვა პოლიტიკა, შენ სახში მიხვალ პოლიტიკა, გადაიაზრეთ, ეს არის რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულად დაელაპარაკოთ ხალხს, ეს 4 ნოემბერი კარგად შეხედეთ ყველა ეთერს, ყველა მესიჯს და ვფიქრობ რომ შეიძლება ვიღაცას მიაჩნდეს რომ ცუდი ამბავი მოხდა, იქიდან გამომდინარე რომ პროტესტმა განიცადა ასე იგი დევალვაცია, მაგრამ ვინც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას გულით გულშემატკივრობთ, ეს არის გადასარევი ამბავი, იმიტომ რომ თელმა საქართველომ და მათ შორის რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ დაინახა ის, რომ ის როგორც აყვნენ, რაზეც აყვნენ ამ ბაბლის ელიტას, იყო აბსოლუტურად უშედეგო და პირიქით მათთვის ცუდი შედეგების მომტანი. ამიტომ საჭიროა რომ შეიქმნას რაღაცა ახალი, რომელიც კონფლიქტისკენ კი არ იქნება მეგობრებო მიდრეკილი, არამედ დიალოგისკენ, იმიტომ რომ ქვეყანას ვერ შექმნი, თუ არ იარსებებს ერთმანეთში დიალოგი და თუ ერთმანეთის ინტერესებს არ გავითვალისწინებთ. მადლობა ყურადღებისათვის.